4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას უერთდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობაც. სტუდენტები ამბობენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ქვეყანა დასალურ ვექტორს არ დაუბრუნდება. ახალგაზრდები მიმართავენ თანამოაზრეებს და მოუწოდებენ მათ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში 4 საათზე სწორედ რუსთაველის გამზირზე. იმ ფონზე, როდესაც არაერთი სტუდენტი ზის ციხეში რთულია ამ დროს ნებისმიერ ლექციაზე აუდიტორიაში ყოფნა, ასე რომ მასობრივად აქ გავართ ახლა კავკასიის უნივერსიტეტის ნაწილი სტუდენტები, მაგრამ ბევრი უნივერსიტეტი უერთდება პროტესტი და მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჭირდებათ ჩვენს კურსელებს, ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის გამო დაატოს ახაც, ასე რომ 4 ოქტომბერს 3 საათზე ჩვენ უერთდებით პროტესტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და აუცილებლად გადავინახოთ რუსთაველის გამზირზე. კავკასიის უნივერსიტეტი დიდი ხანია არის იმ ბრძოლაში ჩართული, როგორც სხვა უნივერსიტეტები და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ლექტორები, მათ შორის ადმინისტრაციები, რადგან ჩვენ ვიცით ერთ-ერთი მარტივი გამოსავალი, ეს არის ევროპული არჩევანი, რომელიც არაერთხელ დამტკიცებულა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მიმდინარე ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკვე დიდი ხნის არჩეული კურსი ისევ შეეცვალა, ისევ წასულიყო იქ იმ სახელმწიფოსკენ, რომელმაც ჩვენ ომი გამოგვიცხადა და რომლის გამო ჩვენ 2008 წელს მათ შორის 90-იანებშიც ბევრი ტერიტორია დავკარგეთ, ბევრი მოსახლეობა დავკარგეთ. უერთდებით ევროპულ მარშს, როდესაც საქართველო დგას გასაყარზე ევროპულ და რუსულ გზებზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და შევუერთდებით მარშს, სადაც საქართველოს ისტორია ისე დაიწერება დამოუკიდებლობიდან დღემდე ძალიან დიდი დრო არის გასული და ჩვენ ისევ დავწერთ დამოუკიდებლობის დღეს ხელდავიდან და ხელმეორედ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ყველა თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პარტიას.